კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი სომეხი პოეტის გაგիկ დავითიანის კრებულის ღია ბარათის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი კულტურის სამინისტროსა და გამომცემლობა მერანის მხარდაჭერით გამოიცა, მასში პოეტის სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსებია შესული. პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიდ პოღოსიანი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გაგիկ დავითიანი პატარა ბიჭობიდან უნდა სულ თარგმნის ქართველ პოეტებს, თანამედროვე ქართველ პოეტებს და არაერთი ანთოლოგია გაგიკმა გამოსცა სომხეთში. და ჩვენ მისი წიგნი ლექსები ჯერ არ გამოგვიცია და ეგ არის პირველი ისეთი სერიოზული წიგნი, სადაც გაგიკის ლექსები გაიბეჭდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. აქამდე საქართველოში ჩემი 4 წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. დიდი ხანია თქვენს ქვეყანაში არ ყოფილვარ და მოხარული ვარ, რომ აქ კიდევ ერთხელ ჩამოსვლის საშუალება მომეცა. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი წიგნი და არაერთი თარგმანია, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეზენტაცია სწორედ აქ, თქვენთან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა და დიდი პატივია ჩვენთვის.